მე მქონდა შეხვედრა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან 2 საათის წინ. ბუნებრივია მე მოქმედები საქართველოს პრეზიდენტის დავალებით. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ გუნდებს შორის არსებობს ძალიან არსებითი, სერიოზული, ფუნდამენტური განსხვავებები და ეს განსხვავებები არც და გამქრალა, ალბათ არ გაქრება მომავალშიც, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც შეეხება საგარეო საფრთხებისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირისგან და ნატოსგან სულის კურსის შენარჩუნებას და გამხარებას, ამ საკითხში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და ჩვენი მხრიდან შევუწყობთ მაქსიმალურად ხელს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სუთახნის წინ შედგა ნატოს გენერალური დივიზიის სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, ამავე დროს საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრთან. არჩევნების შემდეგ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადებები ამ თემაზე, დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამ პოზიციას კურსის შენარჩუნების თაობაზე ჩვენ მივესალმებით. აქედან გამომდინარე, როგორც ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ქვეყნებში, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა, ეს საუბარი სწორედ ამ თემებს შეეხება. იდეა ამ საუბრის გაჩნდა ჩვენი კონსულტაციებისას და ამას ჩვენ მომავალშიც ვივესალმებით. დიდი მადლობა. მგონია რომ ის იყო გათიშული. რა შვეში ოღონდ